გამარჯობათ ხალხო, მე პაწუკა, გაგი გაგო და დიდუკა და პლასტექსა ვართ. თუ პლასტექსა არ არის. პლასტექსა არ არის. პლასტექსამ გააჯვა. ხო და რო ნახავს ვიდეოს გაგიჟდება. მეც აქ რო ვარეაქტებ ნებისმიერ დრო შეიძლება ნებისმიერ შემოვიდეს რო იცი. აი და კიდე არა უშავს. მოკლედ თაირო მარლო არის, რატომღაც სტრიმზე მიწერდნენ რომ ეგ ბეთლი არ და არეაქტო, ეხა ბიჭებმაც მითხრეს, მაგრამ მაინც რადგან ყველაფერს უყურებთ ხოლმე, ყველა ბეთლს უყურებთ ხოლმე, მოდი ჩავუჯდეთ. როგორც უდიც არ უნდა იყოს ხოლმე კონდეს ნანახი, ხო? ბიჭო, არა, ძალიან ისე არ გაიგონ ეხა რო გვეზიზღება ან რაღაცა. პროსტა ნუ არ იყო იმენად საინტერესო რა. კონჩი კი არა, კაცო, ეს არ იყო რა, ცოტა ხარისხი აკლდაო, ესე მითხრეს ბიჭებმა. თორე ანუ რავი ამ ბიჭზე ეს თაირო არის ხო? წინაზე რო ვაქე, რავი, ძალიან კარგად გამოვიდა სათვალაებიანი ბიჭი. დავა ნორმალური. შეშევარა. სოჯერ მერე ვასებდა რომ ვუფიქრები რას უშვები ამ ბიჭებს მოდიან ერთობიან მე მოვდივარ აღარ მეწოდები წვიდივეს დავიდრევ რინგზე მინდა სიკვდილამდე ვურთხო მე რამდენი რეპერი ხარ ვინც საათამაშა ტრაკი შევეხედა უცებ ჩაიჯუდა ვიხარ გეკითხები ბიჭო ვიხარ წინა ორი კბილი თახვის დასახით ვაგონები ვირთხას მარტო იქ წააგე ბეთლი როდესაც იფიქრე წინ ხარ შესარჩევშიც გითხარი დახრიდი თავთა ვერც ერთი ისევ თრასაც მე ვიზამ თვეჯიო ბიტო ვარ ვეხარ სოფტკივილებს ღმერთმა მომსამყარი ეგო ავყიდი პრინციპებს ჩემი მტრედიში კრიკი დაბაჭე შენ ვიტრინებს და ინფო მოვა ამაღამეს ბიჭი როიტირებს Squid Game თავარი ტური ვარ მოკვდები დავიწყე არასდროს მოვჭები აგერ მახატია თქვენი ნორმები გაგაგონებ კლიკ-კლაკ თუ არ გაჩუმებს ენას ეს პოეტი მოგითხამ ბიჭო რასაც აკეთებ მე გაგი ბუჭა ყველა მომენტი როგორც ვარდული ვსტოპიზი ბრენდა ხოდებს ვსტოპით გონიშვენე აზრი ვარ გამომაქვენი ბარები და ვერ ვწებიათ ბიჭები რას მიწერენ ვიტუმინეს მოსები ხოლმე მყრით და თქვენი თასვე და ვდრას იჭერენ ჩვენი ორდენია ძალიან უწყوارია სინი ვარ ვერ დამიჭერენ როთენდება სტუდენტი ვარ ღამით ღამის მონადირე ღვთაებრივად მოძრაობ ამ პოეტებზე ვინადირება ვერ მივხვდი ამ პროექტში ხდება რა ანომალია შევეცი დღესათაც ბაჭიები მკლები ვით დარბიან ხედავ რაღაც გზა ბავშვი ვინ ბაზავს მეც რო ვიცოდე მარტო შევჭამ ამ რეპერებს მაიკლი კორლეონე სადაც ნონა ხარ იქ მაგნუსი ვით ამ სპორტს ვიფორმებ და შამადი შეძუკნა ეხა მოდი გაგა ტიკტოკებ რანაირი რეპერები ხარ რო ფიქრობ ვაგავს სამი ძმა კაცი და ფავორიტი არც ერთია რა ხარ ვენტუსა და სკაირესა აურა გენგი ხარ სკაი მოდი პარე მესეს დააყენე რაგამ მაინტერესებდა რას ნიშნავდა შენი სახელი უკეთესი რამე როგორ ვერ მოგაფიქრებინეს დავძებნე და მომიგდო ქვია ტბის ნარჩენები მოვიყვან მე მოსეს მაგნარჩენში ჩავაფს მევინებ ვატორებებს ვერ იმედებ შენსა იწოდები ხარ ჩემი გონია დუხზე დამაგდებს ოცა შენ გასაფორტებს მასები პირიქით ენერგიას ვიღებ მაგით ჩემპი დავჭები გავყვეტები ძური ბომი და დავტოვე ჩემი ინიციალები ქვია კარმა ბრუნდები ჩემი გამაკვიც გამირის კავერა იტანა მარა შემომეპარა ცოტა მძიმე მდგომარეობა არ ხარ სატანა გვამი ვერ გაგაგ მიხვდა მაგაში შეეპარა ჩავხედე თვალებში ჩემში ნახა რო არ ვაპირებ დავთმო შენი მაქსიმუმი ჩემთან PvP საზმო შენ კოშმარში ვისხოვრო ზომბები ჩამაპარო მე ვარ ლაზარუსი მოგდი თქვენს და ბრუნდებაო აი რა დაგემართა ოკპა პატრევ აი და პანიკა მე თუ მომიდა ვარ გაგით გაგიტან პოეტურ ენაზე რო გითხრა ჩემი ბაზარი შეთვის ავტარია ჭირდება ნაშები ჭირდება მაყუთი თუ ენა ისის რეაქცია ზუსტად ამ ბიჭმა ვიცი ჩემი თვისებები მოგინგრიე ეგო გინდა გაქრია კეტან და შეიზისხოს სფერო ციგნით როცა დაძერ მაგით ვერ მომიგებ ზენო სტერეოტიპს ვანქრევითომ დაუმარცხებელო მე ვერ გამტეხავ ეგა გამდეც უნდა გეგზრო მაშინ დაგენძრა როცა გადაწყვიტე უკბინო დემოს ბიჭო რაღაცა როგორი ის იყო იცი ანუ რაუნდი თითქოს არავიზე რო არა უბრალოდ ბიტზე რო ყველას რო მოერგება ეგეთი ხო რაღაცა ანუ სხვაც რო იდგეს მოერგება ხოლმე ძირითადად არის ხოლმე აი როგორც პელე და ისინი გამოდიან ხუაზე ხარ და აი წაროაჯო ერთმანეთს რო პირადული ხო ანუ თითქოს აი რაღაც ძალიან ზედაპირული იყო ხო პროსტა ზედაპირული ის იყო მართლა ყველაზე რო იქნება ვაფშე გენგზე რო უთხრა ერთი ეგ იყო რა პირად ხო სკაირეს იმდენად ესეთი მემით რა რაუნდებით იმდენად არაძლიერი რაუნდია თითქოს ხალხო რომ ანუ აი როგორიც ტაჰა მაგალითად როგორიც ბანია მსგავს ტიპებთან რო გახვიდე პროსტა აზრი არა აქვს ანუ მსგავსი რაუნდებით რა
ჩაავარდა. ეს ვინა არ ვიცი, ხო? ეს პირველად ხო არის ეს. ეს პირველად. პირველი რაუნდი. MC შემგა ხელმარჯვნი. მარლო პირველი ვიწყებდე მე ვიცი რომ გადაშლიდი შევერსეს ბეთლიც არ მქონია და უკვე მიგონებენ ლეგენდებს ახალი ვარ პროექტის სცენაზე კილოცავ თვინს ვეხიდადგის ლეგენდის აღზევებაზე ამ ბეთლის მერე ჩაწერე ბექაუთთან ფიტები ეს კიდევ ერთი წაგება როდემდე უნდა ხელავდე ბოი ვიცი რომ სკაიგეს მაგაცება ბევრჯერ ახსენა ვერსებში რომ ვერ შორდება ხალეკალებს მაგრამ დავუფასოდ ამ ბიჭ გადადგმული ნაბიჯის რომ ის შედეგია ხონისა გიჟეთიდან ბეთლამდე იცოდე რომ კიდია შენი ტალანტი ჩემი დღე არის ბეთლის დღე შენი დღე არის რვამარტი დღეის მერე ტოტოსთან ბეთლი გეკნება სანათი შენ ვარდები მაგრამ მე მეგულს წითელი ბარათი ბოლომდე ვერ გაცირე ან მინდა ვიდო ცოდვები პროექტებს ვიზრუნები და პირა მოჭრილით მოვედი მე მაკაიფებს ეს ლაინები ჩემი ხოდების სახეზე გეტყობა გაკაიფებს წება მომენტი და ვერაფერ ვერ გახდა იგივე და ჰადა ბანის ფლოუს ფაით ნაითის სახებას ურთაბეს მაგრამ მოიპარე მეინ შოუ მოიცა ერთოთი გაგა რა მაინტერესებს ზე? ანუ ამათ საიდან არჩევენ? ანუ ეს ახალი მონაწილეს. TikTok-ზე უნდა დადონ. TikTok-ზე რო დებენ პატარა მომენტებს მაქედან ირჩევენ? Nobody wants to really make you want these days, bro. Ჩემი პასუხისული ქრება მარტივი ბარათის სამი location. სიტყვებს არ ამბობს, ხო? არ ამბობს, ხო? დედას გაფიცებ. ჩემი პასუხისული ქრება მარტივი ბარათის სამი location. ბეთლი მიმაქ და ვერ მიკამბეკებ დროიდინი გიყურებ როგორ სალან ჩემოვდივარ როიკინი რაც ონაზე ბაზრობ როცა არც გიქაჩავს ტვინი როგორც ყველა ყლერე პერსკონია ეგოსინი ეს კულტურაა მე რობინი ჩემი მაბი უკან ჩემი ლაინები ტიპი შენ გაქვს ერთი მოგება და ისი ჩეტენილი შენთან მოგებაზე რთული წაგებაზე ფიქრი შენი კი მგასირა და გზა და გადო და ბიცებს და გვიდა სემლები ჩაახსო შენ ისევ დიანი ყველსახე გააჩო მაგრამ ეთეკები არავის არ ახსოვს ვიცი რომ ვერაფერ გააზრო ვერაფერს ამიჯობ შეგიფრი მაინც ნოის შეხას გაირესაო ხოლმე say title for life boys მის მიაქცეზონი ამიგოს თაირო მოწყურე თავის ხოს ნახევარ ფინალში გამიყავს ფინალში კი ორგად დაიდოს შევეცი მე ორმაქს ანარტებს თაირო სეზონზე რაღაცო გამოდის ისე დაკომპლექსებულია სიტყვა სუელი ურევია ამოშლის მის სახეზე შევდექი ლუზები кайფები და ამ დროს მე ვარ მეგრელი შევეცი ბოლას კილოს ვისდა ცინის ვერსებში მაგრამ რა ქვია ძმაო მართლა ვერ უსმენლის ბესლებში ეს ბიტი შენ აირჩიე მაგრამ გათვალე ცურად საბანჩლაინობი დესული იქნები ჩემი ძუკნა ძახს უნდა ელაპარაკო თავის ენაზეო ხოდა მოვიგე მაყუსას საბიღებას მოგიგდებ ხურდას სიმართლე უნდა თქვა მართლა აღმოჩენა ხარ შვილო პირველი რეპერი ვისაც გარეკვისოს აქვს კილო თოკოს ბიტი მოკალი წინ მელოდება პინო გათვლილები გასავლე ახლა გასავლო კინო არაჩვეულებრივი ვერსებით გიწყობ გამოფენა შენ მონანიება გიწევს და ეტაკე აღმოჩენა მე მგონი წვეჭი ამბობს ხო? წმობას გამზე რეპის დროს კილო როგორ უნდა გქონდეს? ბანისა ფოტოშორტს მაგარი კილო, მაგრამ გარეპისას ვაფშე არ არის. გახოდა მაგიტო ვამბობ, ანუ რეპის დროს როგორ უნდა კილო არა, უფრო ანუ ლებზე რო ეღადავებოდნენ, ხო ეს ბიჭი არის? ხომ ეღადავებოდნენ? ხო და მაგიტო მამა კულტურის რაც მოხდება არ მოუყვე არავის სწორებით ძება აღმოხდება ნატურა არ გიშველს ყველამ ვიცით მაინც ხედჩები შეცის სფერო რომ გადალახო ჩემი ეს ვერსები ეს ტიპი გარეგნულა ჭიჭინას ატო მაგონებს შენ გაფრინდები სხვა მე კი ვიცი ჩემი ფესვები Yo homie ამ ცუდი რაუნდი იყო ორივეს ძალიან ცუდი, აი გენაცვალე მაგრამ დაჟე ეს ბიჭი, ანუ ეს მარლო ახალი ვინც არის, ძალიან ბევრ სიტყვებს ყლაპავს. ძალიან ბევრ სიტყვას ვაფშე არ ამბობს. სიტყვებს არ არ ამთავრებს, ხო, არ ამთავრებს უფრო სწორედ. ხო და პროსტა რა არის, ე? ორივეს ხო, ნუ ჩემთვის ახლა ჩვენ არ ვაფასებთ ხალხო როგორც რავი ჟიური და პროფესიონალები, ჩვენ ვაფასებთ უბრალოდ მსმენელები. ხო და დილეტანტები ჩემთვის თაიროს რაუნდი იმდენად საერთოდ ამ ბიჭზე არისო და არაფერ შუაში არისო რომ ანუ ეს ბიჭი ხო რაღაცა ისე სიტყვებს ყლაპავს ბევრი რამე შეეშალა ბევრი რამე ვაფშე გამოტოვა აშკარად წეღანაც და
მაინც მოუგო მე მგონი პირველი რაუნდი არა? რავი რა. კაი. რავი ბიჭო. ალბათ კი. ურად პირდაპირ იყო ანუ რამოდენიმე რაღაცაზე გამეღიმა. ხო რა. თორე ისე ძალიან ბევრი შეეშალა. ეს იქნება ძალიან მაგარი. ტოტო მედმოსე. ნუ გროტას. ტოტო მედმოსე კი არა, გროტას კადანიკის. გროტა არა, მაგაზე აღარაფერი აღარ ვთქვი გროტას კადანიკის სლოუზე, კაცო, გროტას კადანიკის სლოუ ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ აუ გროტას კადო გორ მაინტერესებს. 24-25. ეგ ჩატარდება თუ დაიდება. არ გეკონოს რო აქ კომანდა შენი ხურება მისწორდება. შენი ამას რსენი სახე, თავით დახარე და შეეგვე ფაქტს, რომ სანამ არ განადგურდები იქამდე ვერც ვერაფერს ვერ მოიგე. დიდება ღმერთო შესახელს, რომ აჩუქე მოთმინების უნარი. ამინ. დაწერა დანდერძისად როცა მიხვდა გავეხიდე თავის კარიერისაზე როგორ არ გამედისა გონი დაგიწურდა მოდი კარგად ჩაიჭიდე გინდა რომ მიბაძო სხვასთან გინდა არ გავდეს ვისაც სააგებდა რატო გამოვიყვებე ჰეიტით გადაგადეთ მიზანი მე მჭირდება სისხლი ამ რეპერებს კიდე სვისამი ვისაც უნდა ომი შედეგია 4 პიცარი ჩამიხედვა რადგანივით პოზი ყველგან ფიცანი არ გატრაკი ქეში მომპარო ნეკატიტი თვერ მომიგები წოდე შეჩოკანო პროსკი ნუ დაიკრუზები რო არ გადაგიყვანონ ზვაგაცურად ჩევას მოგცემ უნდა გამაიყვანო რა სატანა ანდრა გვამი გაგა კანდაც PVP კი არა ტაძარი და პარაკლისი სახეზე ნერდი მოხვედი შეივსო თანაკლი просто აი ამ დასტოინ გადავიდეთ ამ დასტოინ ლაინებს რაღაც ისეთი რაღაცებს შევდგები არ ვხდება რა ისი თანაპირებს თუ ვერ გახსნის მაშინ თანაპირში მეთქი ვინ არია შენი სახე გახსოვს ფეისოფსს მიგეყენე უკვე იქ მოგიგე პირი დაგირფილე პირში მოგცე მაგარასოს რაზეც იოცნებე სამ რაუნდში ჩამოგინგრევ ცოტა ინტროვერტი ხარ და ვერ აიტან ხმავს რამში ბოლტონი ვარ მოსწრი და გაჩუქე ქაოსი ჯონ ვიკი ვარ გინდა წამართო ბეთლია ბოიმას ვთანით ხვიას არ გაშორებ ტაირვაკ ბოის ბევრმა წერა კომენტარი მაგრამ რამდენსაც მივეცი ნომერი ვერაზოს ვერავინ ვერ დარეკა ამიტომ ვირჩინებს გავუხია პკიმერე წითელ ფერში დავბანე თუ ხვირილის ხმა ჩამესმა რაღაც არ გონია ვინმეს მოეწონა უფრო იმას ფიქრობ რომ პროექტიც მაკაცობით მოენცრა მე სუმეკი დაიქ თქვენი სტანდარტები მევასება როცა ჩემხაციან ბიჭებს შანსი წაერთვათ არ ხარ ვიპა ჩაიჯვამ რო და გადო ვიპა პატარას უნდა იხმაროს თუპა აუ რაიმთენი რო დავდივორჩევა რა გენგ ბიჭო შენი არავის არ ჯერა რა გენგ ბიჭო შენი პროსტა რიტმებია ჩემი ფექს ბიჭო დაიჩოქე მესამეში ისმის ბენგ ბიჭო გონი მარტო სახე არ გაგვირთხის გადამცემი დაიყენე გასაქსები არ გაგატარშები ვერ პრასნარევი ვდებ ვერსებს ასარჩევი ბევრი ხო ეს მომიგდეს გაგიშებს მოსაწეულს დარი მოსახვალ შენთვის მომიწია გაგდება ამ ტოტოს პატენტის შენში შიში გავაჩინე ხმები ჩამესის მე მიწავს მოგვარება სეზონში გაფარული ხარვეზის მორჩა თქვენი ერა დაიძახე დაიღვა ზურა კეპი შენგან რეპერი არ გამოვა ალი ხარგება თურმე ამან მოუგო პერედოზე იყო და კი მორჩა რა ერთხელ სადღაც პეცში თურმე პანჩების ერაისთან უმწერესის ცოტა შეაქეს თავი გაიგივა ღმერთი ვინ კარმელო თუ კარტელის ბოსი გონი ფანტაზიის წყაროზე მეტი მოსვი არც დავიდი ხარ და რიტმების მოსტრი ხოდა დროა გაგხადო ეგ ძენის სამოსი ოზმე როგორ სავარდი ჰაიპში არ გაგმომავალი დაივიწყე ტაიპში გინდო და მოგება გინდო და რო გამეშვი ეხა დეპრესია და გაიპარები კაიფში წინაც არ გატყვირა მოხდება ერთ ღამეში დავამთავრე ფეიქ რეპერების თარეში გამოგაცხადებენ ალბათ ახალ ამბებშია დაიხია უკან პოზო შენინებით გამიშვი ძალიან კარგად დაიწყო მაგრამ просто ჩემს აზრს ვიტყვი იმენა ჩემს აზრს რომ თუ რამის მიღწევა გინდა და თუ ამ პროექტში იმდენი ნიჭიერი არის რა, იმდენი ნიჭიერი MC არის და ანუ ისეთი ტიპები არიან ზოგადად მესამე სეზონშიც რომ თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, როცა ჯერ ანუ შედეგი არ დაგიდი არანაირი და არ ყავს არ გაქვს რაღაც ისინი ხვაზე ხარ მიღწევები რა და პირველად ხარ მით უმეტეს ბიჭო მოგეთხოვება რომ მოიმზადო მაგრად არა? აი ეს რაღაცეები არ უნდა დაგავიწყეს, აი იდეალურად უნდა იცოდე რა, აი ბიჭო თაიროს უფრო ეხა ის ბიჭი პირველად გამოდის ხო და ნერვიულობის ფაქტორიც არის და ხო ბიჭო აი არ უნდა გავიწყდებოდეს რა აი იმენა არ უნდა აი ესეთი რაღაცები არ უნდა გეშლებოდეს რა იმდენად მაგრად უნდა იყო მომზადებული რა ეგ სულ თავიდან ეხა PvP-ში მე იმ დროიდან უყურებ მობილურში რო კითხულობდნენ ხოლმე დედას ვიცავარ მაგრამ
ხო გახსოვს მობას გაფიცებ რომ დაავიწყებოდა და მობილურში კითხულობდნენ ხოლმე ის კითხულობდა ბევრი კითხულობდა არა მაგის გარდა კიდე კითხულობდნენ ლინო ძალიან ნიჭიერი იყო არა და ხო და ბიჭო თემა ისა რომ აი ეხა სადაც ამ დონეზეა მესამე სეზონია PvP-ს აი იმენა მოგითხოვება რომ ისხნა რა მოიმზადო Jesus ეხა ამის მერე რო ჩართავ რამე კაიგეთ ვანისა რაღაცა რო ჩართავ იმენა ყურების შვება არის და ბირო ანუ ის პროფესიონალია თაირო სეზონს მოიგებ კი თაირო ბითეს მოიგებ კი თაირო სახას მოიხვეს კი თაირო ცოტა სიქხარ გას კი ყურებით ეგეთობა ბი არ მიკარო მე არ ვიცი this ყველა წინ დაგაყენე peace ბოდიში და აღარ ვიცამ please შეესდი სეზონზე რო გამოსადე ბედი შევხვდი ტიმ შემოწას ვერ მოუგეს ბენდი მათემატიკოსო და მithვალე ეს პანჯები ლუწია თუ კენტი ხაზი მოხებ დასახეს ხარ ფიდობის ტრენდი ეს ბიჭი ბრუტალურია გაგა რომ მორჩება რაღაც მითხარი რა რაღაც ესკენი თქო გაგახსენო ხო რაღაც გამახსენე ей კარი ხვედი მე ვარ PS5 და დამიყენეს დენდი შეხარიშენ ბასი როგორც დაბრაკული დენდი ჩერდი როცა რაუნდს მოусვინე ხლევდი ხარტაბალი დონე როგორც მა სტერი ჩემი დონე კი არ არის არ სერტი სეზონი და მივდივარ და ვინო მასტერიო ფერი ვნახეთ უკვე დამიყენეთ ბანი შენი ყველა ბათასანი ორი ბესლი ჩაატარე და ყავს ერთი ფანი მე ვარ შენი მენეჯერი და გისახე გეგმა 3-4 სეზონი და კომუნისტად შეეკრავ რაც არ უნდა გააკეთო რაც არ უნდა შეეკვრა და რაუნდის არ დაწერო იცოდე რომ ხეხარ იჭედები რაიმში ვერ გამიკაჭო ვაინში სეზონიდან ნახვი ბედი სადეკაკლუს რაინში გოტოსთან მოგებით ხედავ თავზე როგორ აიშვი ცოტა ხანი დაიჭვი ქვემო დაეშვი ნუ ხაიში გაეშვი პიქეს ვაიბში ჩააჯვი ახარ საიმში და იყიდე მოგებულკეშ გაყუმარე პანიკში არ ვიცი ფულს მეით მაგრამ სეზონს ვიგებ სამისვლით ჩემთან დადგომის მართლა აიღე რისკი მაგრამ არის ცოდი მოგებიშო დავდე ფიცი მე ფინალი შენ კი ისევ სეზონ ოფი გისის არის იცეკის წერა არ რაუნდის არტიზის ბოქსი შემოდგი ფექი ვენი ვიდი ვიცი ვერას ოსეკნები ამ ტუტურის ფაზლის ნაწილი შენთან მოგება იყო მოხოდაზე მარტივი ვაფშე როგორ მოხოდი აქ განძერს კი იდეა დამებადა ისეთი ტიპები რა რომელიც ესე პირველად არიან და ყველანაირად გამოსვლები არიან გაგა უნიორ პირველად დიდასპიცა ვარ ყველა უნდა იყოს ცალკე ლიგა აი თუნდაც რა ჯუნიორი ნუ დამწყებების რა უბრალოდ დიდას გეფიცე იმათი მოგებული უნდა გადმოიყვანა თუნდაც ფინალისტი გიო ფინალისტი 2 ვინც გავარდება აქეთ ანუ იმენა სეზონში იმეებში რა პროფესიონალებში ასე რომ ვთქვათ იმათ მაგივრად იწყებდნენ შემდეგ სეზონს არ არის მაგდენი ხალხი და ეგერთი და მეორე ვარიანტი არის მაგას ჩატარება ხო უნდა მაგრამ გადაღება ფინანსები მეორე ვარიანტი არის რავი რა არა საინტერესო იქნება არა ეხა ნახე გაიყოფა რა საინტერესო რავი რატო იქნება კი არა ნახე როგორი რაღაც იქნება ეხა ის რო იცი რომ დამწყებების ლიგა არის რატო მითხარი ბიჭო ნახე როგორი რაღაც იქნება იქ შეიძლება ჩათვალე რომ ორი ლიგა გაკეთდება მერე იმიტომ რომ იქ შეიძლება ვიღაც ბავშვი ისეთი გაიჩითოს რომ აი ფინალზე უკეთესად ვიღაცის ფინალზე უკეთესად გარეპოს და მერე გაიყოფა აზრები რომ რომელია ბოლო მიხვდი ან რეალურად იმანაჯობა ამას და ეგეთი რაღაცები იქნება. შენ თუ აგვიხსნი, გაგვიმხილე შენ ხვარ ხაბინ მესვამი დაშვილი. შენზე მინხეს გელოდება რთული ბრძოლა, მაგრამ რო ჩავაჭირე გამოიწი ჟარბოლა, თქინ თუ მახერი დამიყენეთ ელოდება კომა. კომ გამარცხილა შავი ყოთიაო, გავხსენი სიგრით არაფერი ჩაუდიაო. რუსიასაც გამოსილებში ჩაუსვიაო, თქვენი გამოსილიებში ჩემჯიბესიაო. და შენ რა შეგიძლია, მე 4 ფინალში ჩაჯმა არის შენი მისია. ვერასოს გახდები ამ კულტურის მესია მონებას ვიღებ და ბევრი სესია ეგონა მარტივი წური და ბოსი შემოესია ნახო პროექტი და ნაუღე შენ ეგოს პენსია ყო ახლა ნანობს რო ამნახ წინა სეზონში შენი ბრალია რო გამოწევი დღემდე ტრენდია მაგიკის გადაულიდი აღარ გვექნე მოდა ბანი ვა ვიცი რო ძალიან გასწრი მოგიტანე სათი
მარტივა მე ბომბით მოვედი და გმირობანა არ გინდა ვარ ქეიდი და იზი მანი მიმაკ მარტივად ფრისტაილით მიპასუხე რატო არ ხავს ფანები ერთი რაუნდის არ გაქვს ოქონდე ფლომა ნახვები შენ მიგონები ისტორიას მე და კიდე ფაქტები და როგორ გაძვი მაგას ახში რომ მოусმენ ჩასწრები სოლოვენ მომიგებს და მიყენეთ თქვენი ბანდები სოლოზე დავწერ და უწერეთ ამას ყველამ პანჩები და აქედანვე გაიხსნა ფაორიტის კარტები მე ვარ ჯონჯოსი და მახიედე ფაუნდერ ფაუნდები რევიო ფაუნდერი ფაუნდები და აქედანვე გაიხსნა ფაორიტის კარტები მე ვარ ჯონჯოსი და მახიედე ფაუნდერ ფაუნდები ფაუნდერი რა გაუკეთესო ვარო ora მაჯობებს ვინ მაჯობებს ვინ ვერა მაჯობებს ვინ მაჯობებს ვინ თითომ მიგბინეთ კარგად რო გეყოთ და თითოს დროს ვაძლევდი ვინ მიხვდებოდა თითო როცა თაიროზე ბაზრობდა თითოს მაშინ ჩაგრავდა დრო უდგებოდა გიგებდი დროს არ ვანდომებ თან დღეს კარგად შეგაგონებ თან ხვები აქ ნაწარმოებს თან მოგებას იმედონებ ყვია გახლოს ოლკა ეს ბიჭი ახ რეალურად რა ვიმჟელოთ თაირო ბევრად სასიამოვნო მოსასმენია არა ანუ ჩემთვის როგორც მოусმინო და ტექსტს არ დაუკვირდე და ეხა ვიზე რა არის დაწერილი ბევრად სასიამოვნო მოსასმენია ვოიმე თავას შენ ვერ გამიგორებ მაგანას გავაჭერებ მაყუც ჩემთვის და ვიტოვებ ვიყვანდე თოგი ჩემი შარმია მაგრამ აქედანაც გავალისე როგორ წინაზე მახატია აქამდევის მოუგე ჩემუედაზე ხათა ვიდახარე ჩემ წინაშე ვერაფერი ვერ ვნახე შენზე ქაიბი გაშდა დათნობი თეორიაზე შევეცინ პანჩებს თუ მეუბნები რამეს და ნიჩვამარ ყოფნის ითამამე მე სულ ვაპდეიტებ თავს დღეს ვერ იქნება ბარი ბარს ამას უკვე გავუქრი ამბიციები და შემდეგი ვნახოთ კამი იქნება თუ მამა ვიღაცას თუ რამე უნდა მოვიდეს კაიგაც ნიაგები ხაზზე უბანი დგას ჯები ბიჭო მოგაწამ თავს გური კაკაცასო მე ხალხთან ხვდები ახსნა დაიწყე ახსნა ისეთი ხლეობა იბაზე მიკვირს რომ არ გადაგსა გამომაგდას ვნა სულდად გასიღმებ ჩატვა მაგრამ ხო ვიცი რომ ვერ ხარ განგსტა მძიმეა დათმა ფეიქ რეპერების მინდა აცმა ლოგოპედი მჭირდება ლო მაგრამ შენც არ გაწყენ და მგონი ხავანდელი დღე შენთვის ლო გამისათხოვე ეგ მიკროფონი ჩემი მინუსებით გიგებთ ლო თან ვარ პასიური აგრესორი ამიტომ იცოდე ბიჭო რომ გიჟი ვარ რასაც უწყი იყოს გასაგონი არ გადავიბარს და ვიმარო ვარ მათ მაგიჟებში ვიტამად მედი გამაგონე რა გინდა გისმე და მაინც ვერ ვიგებ ასოფრას გადაიხაზი ვერ ხედავ დონეს მაგ ვერსებში და როგორ წამდეს მაგ სიტყვების კუა მომიყვან ვიხას ყლეს წინ და თან გვეთყვი ერთმანეთი გვიყვარდესა მე მგონი შეკარი ხალხი რო გააგდო დეზინფორმაცია თითქოს მე შემოგროვე თქვენი მატრიცა მივხვდი რომ ხარ თვით მარქვია ან გონი სუსხობას არია პროექტი თავაზობს აქციას წინაზე მოვუგე ტოტოს და მომიგდეს ტოტოს უდით პაროდია ყოლია ვირთხა შენმაც მაგაცმა მითხრა ვინც გიყვარს მუდამ ის გირთხავს არ გინდა დაინდა მეაცი მეორე შანსი არა დაზე მაქსის ხილ და სახეზე წრემლი წიმაში გავსოლე გოლკა ეს არის სოპრანო ეს არის დრამა და რა უკრა მიწევს უნდა მოკლა აქ უნდა მესროლა მაგრამ არ დამთხეს მე არ ვარ საფრთხეში ეგ მე ვარ საფრთხე აი ის მომენტი მივედი ზღვარზე ვოლტერ ვაიტი ვით გიკაკუნებ კარზე მინდოდა მშვიდობა მვიომე მაგისთვის მაგრამ ვეღარაფერს განვიზდი კარგად დაიმახსოვრე ეს დღე პოზო დღე როცა გვამივით კაცი საღოლინახა ძალიან კაი იყო აი ძალიან კაი რაუნდი იყო სამი ვოლტერ ვაიტი მოგეწონა ყველა ვოლტერ ვაიტი რა იცით არა ძალიან კაი იყო აი ძალიან მესამე რაუნდი ამ რაუნდით მოიგო სამიო შემგახელმარჯვნი რომ უსვენ მე რეგეთო სამიო მოიგო თუ არა უკვე მოიგო ნახოთ ესე yeah მოიგო და მეორე ჯერ გამოსვლა, მაგრამ ვერ ჩააბარე გამოსდა. ტიპი მეოთხედ ფინალს ვერ გამოსდა, მაგრამ ახლა ჩემპიონი გამოსდა. PvP ნიჭი ეს რატო გავს? ამაზე ვფიქრობდი მთელი თვე და მე მივხვდი მე რატომაც. ორივეში უნდა იყოს ერთი ხლე. თაირო ბათმოთო შაირო ჩვენ ბეთლი მოთოა, ამიტომ кайფო ბარანაირი ფორები მოვიგე მესამე ხალხს ჩათვაერო დღე დანახალი ერა დაიწყო. დაიწყო და უიწყო ბელი ვერსი მოდის, ლოდის. საფრთხე გამაიჭეთან მოდის და ახლა თავზე უნდა დააყოლე ბოდი. მე გალაქტიკო შენ კი მილანი ხარწმა ორიშია. ბანის თანაშაუნის ეს ბეთლი. მე გაიჭმევინე საშ
გასლეუნეს ვერში მოყვასაც ავიღო თეთრები გრონაც ვერში გაჩაობა დაიწყო და დაიგდეს ყლეში შენი ნაწერები ყოველთვის იქნება თრეში მაგ საინლის ფულაშებით გაგეტარებ ტენში გიორუსი ამ ნეტარა დაინახა შენში მე და შენ ვერასოს რო ვიქნებით ერთ წრეში ძალიან თუდი გაკლოუს სვით ხოთ შემოვიდა ხაუნდა ბროს პის აქ ტექნიკას ლირიკა no skills შეგახსენებ რო აქ აღარ გაუმბაუნდის შენი აქ მოხდა იყო შეცდომა მარტო მე არ ფიქრობ ამას ყველა ემხრობა და გააკეთო სამხოლმა ბეტვენმა ვიდეოდან მოგო რაუნდი მეგრელმა ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც უნდა წავიღე რაუნდი ყველა ფაით ნაითი და კულა და არ დაგიტოვე შასი და არ დაგიტოვე ხურდა შენა უნდა სნაკავში და ჩემს გადახურდა ბაატას ვიყერით რომ მოგიგო ორიჯინალ ხურდა მაშინ მიხდორე პერია შენი სულ ფუკარა ჯერას და აყენეს ინდა ჯევერ დაიგუზა შო ჩემ ლაინეს დაიჭე და ვიძახებ თუკას ოდა ნახუი და ატიალე ხუზა MC ბათუმისას ვაუნახეთ როგორ დაიგუზა თუზი არ დაგიზასე ოზი არ დაგეცე მაშუშა MC არაფერი წვეჭვე და ვის გადახუნა ამოიტანზე ავანახე ბურს ყველა ელოდება რომ და ცოდის და სულ მადა მოგება კი არა ეს დაუდგები ხუს და ვიპას გოლდი მგონია თავი ხონის შუტ აი მდოდა რო გადამიარა მაგრამ გადამიარა და მე გადამიარა მე ამარო მოჭადი საკლები სადაციარე ფლოუს გაჯობელი ლირიკაში ჩატვარე ლოგაკასე მე ურბინიან ბულაი შესწრაფადი არა ეს თემა კავაიასე მე გაკაპიარე გავიარე ყველაფერი თესლა გამირადებული ვიზე ხანი ყოლა ტესლა ბოტეის კონკი ხოიდან ჩამოვი თესლა აგრესია მალახე და მივაქციე გესლა ასონლა შევხდა აი არაფერი არ Shake shack shot, all I see I can let it that though. This is so can it bim bam bam. Get it to come for the shake shack shot, all I see I can let it that though. This is so can it bim bam bam. Get it to come for the shake yeah. Das ist eigentlich da da wieder wie das gar nicht gar krass so will we South damit gesagt auf Dauer gesehen das gar ist das weiß auf da hat das will. Sag am mit Thomas kann wir da und kann arzt. Gar die ist so das wir nach was. War drum gar schöne ala peri არ გავს ბოჯე და ხალი მოუწყავს აპლაუს ვიცი შენი ტანჯვა თუ როგორ მაგრა გაიწელა მითხარი მადლობა რადგან დაგისულე კარიერა ნაუ გამოსული იგივეა მესამე რაუნდი მეორე რაუნდი ხაიდაში იყო მესამე რაუნდი მესამე რაუნდი წაიღო Jesus მეგობრებო დამიჯერეთ აქ ბიჭები არიან ახლა დამუხტულ ანუ როგორი დამუხტულები არიან იცით მე მგონი იცით ხედავთ კიდეც რასაც შვებიან რა ძმებო დამიჯერეთ მეგობრებო ვინებიც ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად ეს არის ემოციები ბეტლის ემოციები დარწმუნებულები იყავით რომ ყველაფერი არის კარგად და მშვენივრად მე ახლა მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამე ვთქვა ძალიან დიდი მადლობა მე დარწმუნებულები ძმებო დამიჯერეთ მეგობრებო ვინებიც ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად ეს არის ემოციები ბეტლის ემოციები დარწმუნებულები იყავით რომ ყველაფერი არის კარგად ანუ რაღაცა მოხდა აქ ხო მე მგონი ხო რაღაცა მოხდა მე ახლა მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამე ვთქვა ძალიან დიდი მადლობა თაირო შენ იმისთვის რომ რაღაცა დაიძაბნენ ალბათ. ხო. მუღამი რომ მითხარი რომ კი მესამე სეზონში მინდა შემოხვდე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ. მარლო. ძალიან დიდი მადლობა რომ გადაწყვიტე და დადე ვიდეო რომ ხარ ჩვენთან ერთად. მადლობა რომ ესეთ მაგარ რამეს აკეთებთ. ეხლა უნდა გადავიდე ყველაზე ცუდ მომენტზე რომელიც იმათ ვიდეოებშია და ჩვენს ამ რეალობაში ახლა ჟიურის უნდა ვკითხო თავისი სიტყვა და ისევ დღეს მე გიორგი რუსიას შევპირდი რომ მისთვის დღეს იმაზე მაგარი მაგაზი ვიქნებოდი ვიდრე ვარ ასე რომ პირველ ხმას ვინ რატო და როგორ იტყვის გიო რუსიასთვის შევქმნათ ხმაური გიო როგორ უხარია ხოლმე პირველი რო იჭდება დედას მიწოარ ამაზე ბედნიერი არავინ არა მადლობა პირველ რიგში, ანუ თქვენს გეტყვით და სხვა მონაწილეებსაც მეუბნები ჩათვალეთ. ერთმანეთს ნოუშით ბეთლის დროს, ეს უეჭველი. ანუ ხო რა იდექით, უსმინეთ, თქვენ არ უსმინოთ რა თქვენი ნება, просто ნოუშით. კაი, გადავიდეთ ბეთზე. პირველ რაუნდში შენ ძალიან მაგარი მომენტი გქონდა, ოღონდ სვიჩის მერე ფლოუ რო შეცვალე მანამდე აი ძალიან ვისე იყავი ხო ხდები თითქოს და ეს ფლოუ ამბიც არ უხდებოდა. თაიროს პირველ რაუნდში შესლაც კარგი ქონდა, თავის სვიჩებიც კარგი ქონდა და უფრო კარგად დაასრულა თავისი ტრეკი ვიდრე შენ თავისი რაუნდი. პირველი რაუნდი თაიროს.
ტექსტებს რაც შეეხება ორივეს ძალიან კაი პანჩები ჰქონდათ. აი შესრულებასთან უფრო მაგ მომენტები რა. მეორე რაუნდში ეს შენზე მრავალფეროვანი მომეჩვენა, უფრო ითამაშა, უფრო ფლოუები ჰქონდა, ბრო. შენც მომეწონა, მაგრამ ამან და ეს რაც თამაშებით და ფლოუის თამაშებით გამაკვირვა. რას არ ველოდებოდი შენგან და მეორე ხმა მარლოს. ერთადერთი პროსტო რაც არ მომწონს უბრალოდ რაც არ მომწონს ერთადერთი ის არის აი პროსტო უბრალოდ ეს და ეგეთ რაღაცებს რო ეძახით ეგ რო ფანში იყოს ეგ რო რაღაცნაირად ლამაზად მიაწოდოთ ერთმანეთს ძალიან მაგარი იქნება ეს პირდაპირ ეგ სიტყვები რო არ გამოიყენოთ მესამე რაუნდი ორივეს ძალიან მაგარი ფლოუები გქონდათ შენ ერთ მომენტში შეგეშალა ეგ ცუდია მაგრამ ნუ იმით აბათილებდი რომ ბევრჯერ შეცვალე ფლოუები ნაკლებად ცვლიდი შენ ფლოუებს მაგრამ მე მომეჩვენა რომ აი მომეჩვენა კი არა როგორ რაღაცა იცი გეგონება მაგ ბითის წერაში მონაწილეობდი აი ერთად წერდით შენ და ბიტმეიკერი იდეალურად ქონდა ფლოუ მორგებული მაგ ყველაფრისთვის და მაგიტომაც მესამე რაუნდი შენ წაიღე ვა ზებო დამიჯერეთ რომ ამად ღირს ეს ყველაფერი რომ ესეთი გულშემატკივრები ყავთ დამიჯერეთ ამად უკვე ყველაფერი ღირს ვა ინოსთვის შევქმნათ ხმა უფრო მეტი ძმებო უფრო მეტი კარგი პირველ რიგში გილოცავთ კარგ ბეთლს ბიჭებო ძალიან კაი იყო მართლა ძალიან გამისწორდა ხმაური მეტი აი რაუნდებით შევაფასებ მოდი ეგრე ვიზავ პირველი რაუნდი მარლო კონდა ტექნიკური ხარვეზი პატარა ტექნიკური ხარვეზი თაირო კონდა დიქციაში რაღაც პატარა ხარვეზები მაგრამ ოკეი არის ეგ გავათანაბრეთ წერის ტექნიკა რა მარლო ძალიან კარგად წერ მართლა ძალიან კარგად წერ მაგრამ წერას უნდა შესრულება შესრულებით თაირო პირველი რაუნდი უეჭველი წაიღო როგორი თქვი რა აი მეორე რაუნდი ჩემთვის პირადად გიო ბიტმეიკერს რომ ეძახი მეორე რაუნდი ჩემთვის ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო რა აქ ფრეს წერჩოვლებად იმიტომ რომ მაგის პონტი რო ფრე დავწერო და მესამე რაუნდი გადამწყვეტი რაუნდი რა მარლო ძალიან კარგად მოერგო ყველაფერს პანჩლაინები იყო პირდაპირ დარტყმით ანალოგიური იქნა თაირო მაგრამ დღეს რაღაც კარგი დღეა გიორუსიას და იცი რა მაინტერესებს აი მართლა რა ბიჭო შეიძლება რავი ჩემი ძმაკაცი გამოდიოს გულშემატკივრობდე მაგრამ ჟიური რო აფასებს რა აი ეს შეძახილები რა თქინდათ ვერ ხვდებიდაო აი რა იმოქმედას გაამხნევას არა ანუ აი ცოტა ისეთი შეძახილებია განა კაი რაღაც ისეთი რა ხოვაზე ხარ აი აგდებული ხო და გამხნევება კი არა ანუ რაღაც რავი რა თაირო და მარლოს რო ყვირიან მაგაზე არ ვამბობ გაგა აბა არა აი შეძახილებია რაღაც აი კაი რა და რაღაც ხო ხვდები და აი გარგამ ჟიურია რა რავი ანუ პროფესიონალები აფასებენ ბიტმეიკერია აბა ვინ უნდა შეაფასოს ხო რა ვიცი ანუ ამ ხალხზე უკეთესად ეხა დარწმუნებული ვარ იქ ისეთი პროფესიონალები არდგან ანუ ვინც უკეთესად შეაფასებს და შენ შეიძლება ყველას გულშემატკივრობდე მაგრამ არ ჯობია რომ დააცადო და რავი როგორც არის ეხა აში ჭირდება ან ერთის მოგება ბიტმეიკერს ან მეორეს მოგება რავი მე არ მჯერა რომ ვინმე სჭირდებოდეს ესე მოგება ყველა ვეთანხმებით რა და მესამე რაუნდი თაიროსი კასისთვის შევქმნათ ხმაური კასი მინდა მე
მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა როგორც აღვნიშნეთ სეზონის სტარტი როგორიც იყო ისეთივე გაგრძელებაა მაგარი ბიჭები ხართ ორივე საოცარი ბიჭებით ოღონდ განსხვავება იყო აქ შეიძლება გემოვნების მომენტიც მოქმედებდეს მაგრამ გემოვნება ყველა ვარიანტში გვერდზე უნდა გადაიდოს იმიტომ რომ ობიექტურობა არის შესანარჩუნებელი რა ამიტომ რავი რაუნდთან მით უმეტეს აღარც აქვს ხო მე მგონი დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეხა ამ ეტაპზე ჩემს სიტყვას და მოკლედ ვიტყვი რომ ოდნავ უფრო ტექნიკური MC-ა ჩემთვის თაირო ვიდრე საბოლოო ჯამში ჩემი ხმა თაიროს რა იმიტომ რომ ხო კი ეს არის მიზეზი ძალიან საინტერესო ძალიან ნიჭიერი თავისი კრაუდებით თავისი უკნიდან მთელი ამბებით აქ ბიჭებმა რაღაცები ჩაატარეს საოცრებები ძალიან მიიქციეს ყურადღება და ამისთვის მადლობა იმიტომ რომ თქვენი მხრივ რაც მისია იყო რომ შოუ დაგედგათ შოუ დადგით ჩათვალე იგივეს ვეუბნები თაიროს მოკლედ ჩემი ხმაც თაიროს ძმებო დილოცავ არამ გაიტანა თუ რა აბა კაი იყო, ანუ ძალიან კაი იყო მესამე რაუნდში თაირო, რავი, მე როგორც თქვი, დაახლოებით ისე თქვა ჟიური, მაგრამ ესე იგი ძალიან არა ვცდი. არ იყო ისე როგორც წერდით, რომ აი ძალიან სუდი ბეთლის საშინელება, ნუ ის ბიჭი პირველად იყო, გამოუცდელი იყო, ხო, ნუ ის ბიჭი პირველად იყო, გამოუცდელი იყო, ეს ბიჭი თაიროც, რავი, მეორედ არის მე მგონი, არა? ხა. მე მგონი, რავი, ხო და რავი, ანუ არა ესე გასაკრიტიკებელი და რას დებდიც მას ხო არა მეტად. რავი, ანუ რატომაც არა რა. თუ არ უყურე ცოტა ისეთ საშუალო დონეს, დაბალ დონეს, მაღალ დონესაც ვერ გაიგებ და ვერ შეაფასებ რა. და ლაიქეთ არხი გამოიწერეთ, არხი იქნება PvP Flow-s აღწერაში და გადადით გამოიწერეთ და ვიდეო დაულაიქეთ. დროებით. შემდეგ რეაქტებამდე